Თან საუბრით დავიწყებ კონკრეტულად, აი ანასაც ვესაუბრებოდით იმ შეხვედრაზე, სადაც ყველა ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფი არის წარმოდგენილი, კიდევ ერთი დამატებითი შეხვედრა იყო დაანონსებული 4 საათისთვის და ითქვა, რომ აი პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზებზე იქნება და არის საუბარი, ხო? თქვენ რა სიტყვით, აი რაზე უნდა იყოს, არ ვიცი, აქცენტი, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა, ზეწოლის გასაძლიერებლად, ანუ ადრესატი ხელისუფლებაა, ხო, გასაგებია ყველასთვის, აი ამ ვითარებაში როდესაც ხელისუფლება იქცევა ისე როგორც იქცევა. აი მხოლოდ დღევანდელი ახალი ამბები რომ მოუყვეთ საზოგადოებას, სასამართლოების მოლოდინი, სისხლით ადამიანების გასამართლება იგეგმება, ვინც გაუშვეს ადმინისტრაციულით მოგვიყვებიან აგერ რა მოხდა და როგორ მოხდა, უმძიმეს ფაქტებზე არის საუბარი, კიდევ რიგში არიან ადამიანები რომ გასამართლდნენ და სტუდენტებს ათასობით ლარის ჯარიმას უწერენ და ნუ პარალელურად ხედავთ რა პროცესები მიდის პარლამენტში. როგორია თქვენი შეფასება ამ სურათთან დაკავშირებით? მოგესალმებით. ზოგადად შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ჩვენს ქვეყანაში დიქტატურა მყარდება. იმხელა ძალაუფლებაა კონცენტრირებული ერთი ადამიანის ხელში, რომ მას ვერ ზღუდავს ვერაფერი, ვერც კონსტიტუცია, ამ ეტაპზე ვერც სანქციები, არ არსებობს ძალა, რომელსაც მისი გაჩერება შეუძლია. საბოლოო ჯამში ვიღებთ დიქტატურას და ამას ხედავენ როგორც ევროპელები, ისე ხედავენ ჩემი აზრით ამ ქვეყნის ყველა მოქალაქე ხედავს. ეხლა მნიშვნელობა არ აქვს რომელი პარტიის მხარდამჭერი ხარ, მნიშვნელობა არ აქვს თავს აპოლიტიკურად აიდენტიფიცირებ თუ იხმის კარტად, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გესმოდეს, რომ ამხელა ძალაუფლების კონცენტრირება ერთ ხელებში არის ძალიან ცუდი და არაფერს კარგს ჩვენ არ მოგვიტანს. მე არ ვიცი მაგ შეხვედრაზე რაზე უნდა ილაპარაკონ, სინამდვილეში რაც შეგვიძლია ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს უთხრათ არის ის, რომ უფრო მეტად უნდა დაგვეხმარონ, გასაგებია რომ გვეხმარებიან და რაღაც თავიანთ ნაწილს აკეთებენ, მაგრამ ეხლა მოვიდა დრო, თუ აინტერესებთ ეს ქვეყანა და თუ რაღაცა მართლა მათი მეგობარია ქართველი ხალხი, უფრო უნდა გააძლიერონ ზეწოლა, იმიტომ რომ კრიტიკულ მომენტამდე ვართ მისული. ხელისუფლება იყენებს როგორც ძალოვნებს და ძალოვნების მხრიდან ძალადობას, ასევე ცვლის სრულად საკანონმდებლო ბაზას, რომელზეც არის დამოკიდებული მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის ფორმები და საბოლოო ჯამში მივალთ ისეთ მომენტამდე, როცა მილიონობით ჯარიმა იქნება დაწერილი, ანუ თანხა იქნება ძალიან დიდი და ფიზიკურად შეუძლებელი იქნება პროტესტის გაგრძელება. ანუ ყველა ხო ხვდებით, რომ რაღაცა ზღაპარში არა ვარ, სადაც რჩეულმა აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს. კი მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ ქვეყანაში რუსეთი არასოდეს არ იქნება, მაგრამ უნდა მოვემზადოთ იმ სიტუაციისთვის, რომელსაც ქმნის ქართული ოცნება. მათ შორის ეს უნდა აუხსნათ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს და დიდი იმედი მაქვს, რომ ამაზე იქნება საუბარი და კიდევ უფრო გავარკვევთ ამ ხალხის სიტუაციაში და აუხსნით რა მომენტამდე ვართ მისული. ხო, აუხსნით რისთვის, რომ კიდევ უფრო დიდი ზეწოლა იყოს იმ ხელისუფლებაზე, რომელიც ასე ექცევა საკუთარ მოქალაქეებს. ანუ რამდენიმე ვერსიაზე გვისაუბრია, ხო, აი კონკრეტულად რა მიმართულებით უნდა გააძლიეროს კიდევ უფრო მეტი, რადგან თქვენ ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენთ, ცხადია, სწორედ ოპოზიციის საქმიანობაზე ამ შემთხვევაში და გეგმებზე ვილაპარაკებთ. ერთი რომ გაზარდოს კიდევ უფრო მეტად მხარდაჭერა და ამით გაიზარდოს კიდევ უფრო მეტად პროტესტი და მისი მასშტაბი და ასევე გაძლიერდეს ძალისხმევა საერთაშორისო აქტორების მიმართულებით, ხომ? ხელისუფლებაზე ზეწოლის მიზნით ცხადია. მაქსიმალურად უნდა გავაგებინოთ კონტექსტი და შემდეგ რას მოიმოქმედებენ, ეგ უკვე მათი გადასაწყვეტია, ჩვენ ვერანაირად ინსტრუქციებს ვერ მივცემთ და ვერ დავავალებთ და რაღაცებს ვერ მოვთხოვთ. თავარია, რომ მათ ამბავი წაიღონ მათ მეგობრებთან, მათ ქვეყნებში და გააგებინონ რა ხდება ამ ქვეყანაში. ამას აქვს ჩემი აზრით, რაღაც ინფორმატიული ხასიათი. 20 წელს ხან შარლ მიშელი რო ჩამოვიდა და ხან მის მეგობარი და მაშინ რო ძალიან გვეხმარებოდნენ, ეხლა უნდა ესმოდეთ, რომ ბევრად უფრო კრიტიკულ მომენტამდე ვართ მისული და ქართულ ხალხს დახმარება ჭირდება ეხლა იმისთვის, რომ დემოკრატია შეინარჩუნოს ამ ქვეყანაში. ანუ არესმით თუ კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა არის გასაწევი და აქაც ხედავთ დანაკლის, რომ კარგად მეზობლებს და მეგობრებს ვერ ვაგებინებთ ხოლმე კონტექსტს და სიტუაციას ქვეყანაში, როცა პირდაპირ ეთერში უყურებენ მათ ენაზე ესმით, როგორ სემენ ადამიანებს, ფიზიკურად როგორ უსწორდებიან, ციხეში როგორ უშვებენ და წარმოიდგინეთ ახლა ადამიანებს, რომლებიც არ ცხოვრობენ ამ ქვეყანაში, უფრო მეტი ახსნა ჭირდება ჩემი აზრით. შეიძლება ჩვენზე კარგად ესმოდეთ კონტექსტი, თუმცა ერთადერთი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, ჩემი აზრით გამოსავლის გზებზე ლაპარაკამდე არის ის, რომ მაქსიმალურად სრულად შევაგნებინოთ ის, რაც ხდება ამ ქვეყანაში. კარგი, შეიძლება დაგიბრუნდები აუცილებლად ჩვენ მათ შორის ვნახეთ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით, ვფიქრობ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ მისთვის სოლიდარობის გამოცხადების და ვუსურვოთ მას მალე გათავისუფლება და გარეთ ყოფნა 25 დღეა რაც შიმშილობს და ვნახეთ რა თქვა ადვოკატმა, რომ ის ითხოვს კლინიკიდან გადაყვანას ისევ სასჯელს
შელახსრულების დაწესებულებაში არ წყვეტ შიმშილობას და 25 დღეა იღებს მხოლოდ წყალს. ბორის, თქვენთან გადმოვალ ახლა ისევ ჩვენ ნახეთ როგორ შექმნა ფსევდოოპოზიცია ხელისუფლებამ პარლამენტში, ხო? აი დღევანდელი აქტივობები მარტო რასაც მივადევნეთ თვალი, მანდატების შეწყვეტა, ეს ფსევდოოპოზიციის შექმნა, იქ ადგილზე გაკეთებული განცხადებები, რეპრესიული კანონის განხილვის დაწყება, აი ამ პროცესზე რისი თქმა შეგიძლიათ აი ამ სურათთან დაკავშირებით? ოპოზიცია თუ უნდათ პარლამენტში ვიყავით ოპოზიცია და რატო შეგვიწყვეტეს მანდატები. Შეეძლოთ რომ ეს ყველაფერი არ გაიკეთებინათ, რა თქმა უნდა და მე რო ქართული ოცნება ვიყო, ეხა მანდატებს არ შევუწყვეტი ოპოზიციას. აქვე მგონია რომ შეცდომა იყო ჩვენი მხრიდან, იმაზე აპელირება რომ თითქოს მანდატებზე უარის თქმა რაიმე დამაზიანებელი იქნებოდა ოცნებისთვის გამომდინარე იქიდან რომ არ შეიძლება კონდეს იარაღი, რომელიც საშიშია შენუტრისთვის და რომლის გამოყენებაზეც ნებართვას შენი მტერი გაძლევს. საბოლოო ჯამში, ავიც უმუშევრობის დაძლევას აპირებდნენ და აგერ 50 რაღაცი უმუშევარი დაგტოვეს დღეს და ეს ხო სასაცილოა რა მართლა, რასაც არ უნდა აკეთებდნენ, თითქმის ყველაფერი სასაცილო ხომ, სასაცილო რაღაცებს ურევენ დღესაც თქვენს რომ აი რაღაცა სამი ახალი ოპოზიციონერი გვეყოლება და ესე ხო წინამოწევის პარლამენტშიც იყო ვიღაცები გამოიყვნენ ქართულ ოცნებას, იყო ხალხი ძალა და შემდეგ უცებ აღმოჩნდა რომ არჩევნებზე ისევ ქართულ ოცნებასთან ერთად გადიოდა და მაშინ რა აზრი აქვს აი ესეთ ოპოზიციას განსხვავებულს არაფერს ამბობენ, არჩევნებზე ერთად გადიან, ერთმანეთს არ ეწინააღმდეგებიან და თან გვაჯერებენ რომ ოპოზიცია არიან. ამას შეიძლება ამზადებდნენ იმისთვის რომ უნდათ რაღაცა ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან პოზიციების დათმობა და შემდეგ ამ ხალხის გასაღება როგორც ოპოზიციის ნაწილად, მაგრამ ეს ხო არ გამოვა. ყველა ხო ხვდებით რომ როგორც ჩვენ გვეცინება, ისე გაეცინება იმ ადამიანებს, რომელსაც გაუსაღებენ ახლა ინჯიას და ვალამგი პარტიელიანს როგორც ოპოზიციონერებს, ხალხს, რომელიც არაფერს ხელისუფლებაში არ ეწინააღმდეგება და თვითონ ამ სიტყვას ოპოზიციასაც კი მგონია რომ არასწორად იგებენ. საბოლოოდ სიმპტომებია, რასაც აკეთებენ. დროის ამბავი იყო, როდის გაზრდიდნენ ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალურ ვადას. დროის ამბავი იყო, როდის გაზრდიდნენ ამ ჯარიმებს. ნებისმიერ შემთხვევაში ყველას ხო გვესმის რომ ხვალ მაგალითად რომ გადათვალონ და რომ ნახონ რომ უმეტესობა სისფერთვალება ვინც აქციებზე დადის და რომ აუგზავნონ სისფერთვალება ხალხს აქციებზე მისვლა 7 საათის შემდეგ. არ რომ აკრძალონ ჯინსის შავლით აქციაზე მისვლა. ამის გაკეთება ხო შეუძლიათ, ხო წინააღმდეგობას არავინ არ გაუწევს. კონსტიტუციას ეს ფეხებზე დაიკიდებენ, ნებისმიერ კანონს ფეხებზე დაიკიდებენ და ვინ რაც არ უნდა უთხრას, მაინც იტყვიან რომ ეს არის სწორი, სადღაც მიღებულია და ასე შემდეგ. ანუ ამას ნიშნავს ის რომ არაფერი ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის თუ შეიძლება ამ ხალხს გუნდი უწოდოთ ძალაუფლებას არ ზღუდავს შესაბამისად ყველას უნდა ისმოდეს მათ შორის ქართული ოცნების ხარდაჭერასაც რომ არ შეიძლება ამგვარი ძალაუფლების მქონე ფაშა ყავდეს ქვეყანაში რაც უნდა გაგვეკეთებინა ამ არჩევნებზე იყო ის რომ როგორმე აგვერჩია არა ერთმართველობა არამედ მრავალპარტიული პარლამენტი და კოალიციური ხელისუფლება ვერ მოახერხეთ ამიტომ ეხლა გვაქვს საბრძოლი იბრძვიან ადამიანები და მე ვეთანხმები სტუმარს რომ აქ ანუ მიუხედავად იმისა, რომ სისხლის ამართ პასუხისმგებლობა ემუქრებოდათ ადამიანებს, მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გააფრთხილა, ხალხი მაინც მივიდა, რაც პოლიტიკოსები და დივიდენდებს რო შესაძლოა დაიწერენ ის ადამიანები დაკავების შემდეგ კი არა. ჩვეულებრივი ადამიანები, ვისაც რო დააკავებენ, შეიძლება ვერავინ კარახის გამოში ვერ მოძებნოს, ანუ ასეთი ხალხი მივიდნენ. ზიამაღლობები რო ჩვენ ნახეთ კიდევ ხო ასეთი მოწოდებები, მათ შორის რომ ეძებდნენ კონკრეტულ პირებს. არა, მე ყველა ვიპოვეთ და რა თქმა უნდა, ყველას დაიწერა შესაბამისი დახმარება, თუმცა პოტენციურად ამის შანსი არსებობს და ყველა იაზრებს ამას. იქ ადამიანთან რომ მიხვიდეთ მიკროფონი რომ მუშაობ ისე კარგად აგიხსნიან რატო არიან და რისთვის იბრძვიან ეს შეიძლება რომ ბევრმა პოლიტიკოსმა ასე ვერ გააკეთოს და ნუ დანარჩენს რაც შეეხება ქალბატონი მზია ჩემი აზრით რამეს თუ ამტკიცებდა თავის შიმშილობით ყველაფერი დაამტკიცა მის სიცოცხლეს უკვე ბევრი დღის განმავლობაში ემუქრება ძალიან დიდი საფრთხე და შეგვიძლია ვთქვათ რომ ამ ადამიანმა თავი გაწირა იმიტომ რომ ნებისმიერ დრო შეიძლება ნუ საშინელი რაღაც მოხდეს ამიტომ რა ვიცი მე ვთხოვ რომ შიმშილობა შეწყვეტოს მადლობა დავუბრუნდებით ახლა შეხვედრა